დიდი მწვანეველი იყო აკრძალული. Ამ აკრძალვის შემდეგ არ გიჭირდათ რეჟიმთან ურთიერთობა, ასე ვთქვათ, ახალი ფილმის გადაღება თუნდაც და ზოგადად აკრძალული ფილმის რეჟისორს რა პრობლემები ჰქონდა მაშინ? პირველ რიგში ეს იყო მორალური სტრესული პრობლემები, როდესაც აღარ გაძლევენ საშუალებას ის გადაიღო რა ჩვენ გინდა ეს უმძიმესი არის თავისთავად ცხადია. თანაც ფილმი აკრძალული იყო 8 წელს, 8 წლის განმავლობაში. 87-ში დავამთავრე, 88-ში აისურვეთ ეს ერევნის ფესტივალი და მე მორჩა აკრძალეს. რაც თავარია, ყველაზე საწყენი ის იყო, რომ საქართველოში აკრძალეს. არა მარტო საქართველოში და რუსეთში სულ დაიბეჭდა რამოდენიმე ასლი და ვინც მიიღო და მე გაგვირებული ვიყავი როგორ მიიღო, მან ეს იყო მოადგილე საკავშირო კინოკომიტეტის ის კინომცოდნე იყო თვითონ და მითხრა რომ კაცო რაღაც ცუდი ამბები მითხრე შენ ფილმზე და ის ცუდი რაღაცეები ვერ ვნახეო მე აქო და იცი რა ფილმი იქნება მცირე ტირაჟით და მოითმინე გავადრო და ყველაფერი იქნება ესე მითხრა ისე გაგვირებული დავრჩი მაგრამ ფილმი ფაქტიურად 95 წლამდე აღარ უჩვენებია 95 წელს გერმანელებმა აჩვენეს პირველად ბერლინში ისიც ქართული კინოს დღეები იყო და როგორც აღმოაჩინეს მე არ ვიცი საიდან 95-ში თუ 75-ში ხო და აი იმას ვამბობდი რომ ესე მოხდა ეს აკრძალვა ამისი მაგრამ საქართველოში აკრძალეს იცით როგორ არის 2 დღე გაუშვეს ფესტივალზე ხო იყო ფესტივალიდან ჩამოვიდა და 2 დღე გაუშვეს ეკრანზე და 2 დღის შემდეგ დაიწერა გამანადგურებელი რეცენზია ჩემ ფილმზე და თენგიზ აბულაძის ვედრებაზე სადაც ეწერა რომ მაყურებელი სტოვებს დარბაზს ამის შემდეგ მოხსნეს ფილმი აღარ ყოფილა და ესე ეს ჩემ ფილმებისთვის ეს ხშირი ამბავია იცით აი ხომ გითხარით მიხა ასეთი ფილმი მქონდა მე იმის მიხედვით მიხეილ ჯავახიშვილის მოწვევის მიხედვით და მიხა არ მომწეს მიხას გადაღება 6 წლის განმავლობაში 56 წელს ჩამოვიტანეს სცენარი მე დამიშვეს დაიწყო თითქოს მოსამზადებელი პერიოდი არჩევა მსახიობების ყველაფერი მე აკრძალეს ყველაფერი და 64 წელს მომწეს უფლება გადამეღო ისე რომ ეს დაგვიანებებს თითქოს შეჩეული ვიყავი მაგრამ იმას რომ ეს გაგანადგურებენ რთულია ძალიან რა არ დამემართა ინფარქტი დამემართა რაღაცეები ეს ყველაფერი იყო მაგრამ მაინც რაღაც მოახერხე ჯერ ერთი ნოდარ დუმბაძემ მიშველა ძალიან მისი მოთხრობის მიხედვით გადავიღე და გადავიღე ფილმი ოღონდ არ მომწეს გარკვეული მონაკვეთების გადაღების უფლება რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ფინალური საზღვარზე ხდება ამბავი გახსოვდეს ალბათ და იქიცაც ქართველები აქაცაც ქართველები და როდესაც შველა ჭირდება იქითურებს აქეთვიდან არ უშვებენ და ეს მწვარვეთ ქონდა გადაღებული ეს არ გადაღებული კი არა ჩაფიქრებული არ გადამაღებინეს და მე რუსმა ოფიცრებმა და გენერლებმა რომლებიც მოსკოვის კინო ამ ცენტრში იყვნენ ვინც იღებდა ფილმს რედაქტორებთან ერთად 20 წუთი ამოჟრეს ფილმიდან 20 წუთი ამოჟრეს ეს არის ერთი მეოთხედის ეს ვერ წარმოვიდგენთ ესეთი რა ისე რომ ამას მოყვა ყველაფერი რომ მე ცუდად გავხდი მწვერვალებზე ვიყავი გადაღებებზე პამირზე ვიყავი ძალიან დიდი სიმაღლეებია და როდესაც ჩამოვედი დუშანბე ერქვა მაშინ მაგათ დედაქალაქს დუშანბეში არა ეხლაც ესე ქვია სხვა იმებში გავხდი პირველად იქ ცუდად და მე უკვე აღმოჩნდა რომ ინფარქტი იყო და არა უშავს ეს ყველაფერი გადავიტანე ავადმყოფოში ძალიან დამეხმარენ ყველანი მეგობრები